როდესაც წუწუნი შემოგვეპარება კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერი, როგორ დავამარცხოთ ის? ავიხსენოთ ჩვენი უფლის გზა, რომელსაც ჩვენსავით განა მრავალოთახიანი სახლები ქონდა მოწყობილი ულამაზესად, ცხელი და ცივი წყლით და გათბობით და მუხის კარფანჯრით და პარკეტით. არამედ სახლიც კი არ ქონდა, სადაც თავი მიედგეთ. აი ეს უნდა გავიხსენოთ ხოლმე და შეგვწყვება მე, როდესაც ვიტყვით, რომ დავიღალე. როდესაც შეურაცხყოფენ და ვერ ვიგებთ, როგორ უნდა ვაპატიოთ, უნდა გაგვახსენდეს, როგორც წმინდა ლუკამ გითხრა, ჩვენი უფალი, რომელსაც სახეში აფურთხებდნენ ქვეყნიერების შემოქმედს. მას, ვინც სიტყვით თქვა და შეიქმნა ყველაფერი, არარაობიდან მოვიდა ყველაფერი მყოფობაში.